Teraz słuchasz podcastu Polski z Lili. Tutaj nauczysz się czegoś nowego w ciekawy sposób, żebyś poprawił gramatykę, rozumienie ze słuchu i zaczął mówić po polsku. Słuchając tego podcastu możesz się uczyć polskiego gdzie tylko chcesz, w dowolnej sytuacji lub w dowolnym czasie. Więc zaczynamy! Dzień dobry, jak się masz? Dzisiaj mamy odcinek numer 7 i wróciłam do Was z kolejnym bardzo ważnym odcinkiem. დღემშვიდობისა. როგორ ხართ? დააგიბრუნდით მორიგი ნომერი მეშვიდე ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდით. დღეს მინდა აგეხსნათ ერთი ძალიან საჭირო და აუცილებელი თემა, რომელზეც სხვათა შორის არც თუ ისე დიდი ხნის წინ ბევრმა იკითხეთ Facebook-ის კომენტარებში და აი დღევანდელი გაკვეთილიც ეხება შეწინდებულს. ეს წინდებული ბევრ ზმნას მოყვება ხოლმე. ზმნას, ანუ მოქმედებებს, ხო? აი მაგალითად ხატვა, გართობა, დაბანა და ასე შემდეგ. მათ შორის იმათ, რაც უკვე გავიარეთ. კონსპექტებს როცა ხსნით ხოლმე, იმ გაკვეთილებისა, სადაც ჩვენ აწმყო დროზე ვსაუბრობთ და ასევე ზმნებზე, იქ შეგხვდებოდათ არაერთი ასეთი ზმნა. მაგალითად, ბავიჩ შე მენჩეჩ შე, გართობა, დაღლა და ასე შემდეგ. მას დავიწყოთ, რად უნდა აი ამ ზმნებს ეს შეწინდებული. სხვათა შორის ძალიან დიდი ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან ისევ შევამოწმებ თქვენს ცოდნას აი ამ ახსნის ბოლოს, რაც უკვე როცა უკვე დავამთავრებ და მექნება სავარჯიშოები, დიახ, არ იქნება ასე მარტივი, ანუ არ ვიჯდებით, არ მოვადუნებთ გონებას, უბრალოდ საჭიროა ვიფიქროთ და შემდეგ უკვე დავძაბოთ გონება და გავიაზროთ მართლა გავიგეთ დღევანდელი გაკვეთილი თუ ვერა. ესე იგი, არსებობს 3 ძირითადი შემთხვევა, რა დროსაც საჭიროა რომ გამოვიყენოთ აი ეს შე. და 3-ვეს აგიხსნით დღეს და უკვე გაგიმარტივდებათ, ასე თუ ისე მათი ამოცნობა. მანამდე შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გადმოწეროთ აი ამ გაკვეთილის კონსპექტი მოკლე სავარჯიშოებით. ამისთვის უნდა შეხვიდეთ დღევანდელი ეპიზოდის აღწერაში და გადმოწეროთ ფაილი. ესე იგი, შე ეს სიტყვა გამომდინარეობს სიტყვიდან შებიე, რაც ნიშნავს საკუთარ თავს, ანუ საკუთარი თავი და ეს შე უბრალოდ მისი შემოკლებული ვერსიაა, ხო? აი, უყურეთ მაგალითად, ის გამოიყენება, პირველი შემთხვევა მისი გამოყენებისა არის, როდესაც რაიმე მოქმედებას ვაკეთებ მაგალითად და ვაკეთებ აი მოქმედებას ჩემს საკუთარ თავზე. ჩემს თავზე ვაკეთებ, ვახორციელებ რაღაც მოქმედებას. მოდი მაგალითად ავიღოთ რაიმე ზმნა, რომ უკეთესად გახდეს გასაგები, აი მაგალითად მალოვაჩ, ჩვენ უკვე გავიარეთ, ხო? მალოვაჩ ეს ზმნა ნიშნავს შეღებვას, ხო? აი, ან შეიძლება ნიშნავდეს ხატვას. ეხლა აი ამ ზმნას მალოვაჩ სჭირდება თუ არა შე. შეიძლება დასჭირდეს, შეიძლება არ დასჭირდეს. აი, ყოველთვის არ არის ხოლმე წესი, რომ ამა თუ იმ ზმნას აუცილებლად უნდა გქონდეს ეს შე და აი როგორ მივხვდეთ, საჭიროა თუ არა. დავუკვირდეთ, ჩავსვათ ეს შეღებვა მალოვაჩ პირველ პირში. და ვთქვათ აი მაგალითად ჩემს თავზე, ხო? პირველ პირში я малуе. გამომივიდა მე ვღებავ. აი აქ შე წინდებული საჭირო არ იქნება, რადგან მე ვასრულებ მოქმედებას, ანუ ამ შემთხვევაში შეღებვას მალოვაჩ, მაგრამ მე ვღებავ ჩემს თავს კი არა დავუშვათ, ან ღობეს ვღებავ, ან რაიმე სხვა რაღაცას, სხვა საგანს ვღებავ. ესე იგი, მალოვაჩ შეღებვა არის მოქმედება, რომელსაც მე ვახორციელებ სხვა საგანზე, ამიტომ შე არ იქნება საჭირო, ხო? რადგან ჩვენ დასაწყისში ვთქვით, რომ შე გამოიყენება ისეთ ზმნებთან, როდესაც მოქმედებას ვაკეთებთ საკუთარ თავზე. ანუ აი ამ მოქმედების გამკეთებლებიც და მიმღებლებიც ვართ ჩვენ, აი ამ მოქმედებას განვიცდით საკუთარ თავზე. მოდით ახლა დავამატოთ შეწინდებული აი ამ ზმნას და ნახოთ რა გამოგვივა, ხო? აი я малуе
შე ვთქვათ, ხო, ესე ვთქვათ, რომ я малую შე. უკვე გამოგვივიდა, რომ მე ვიღებები. ანუ მე ვიღებები, აი ჩემს თავზე ვაკეთებ აი ამ მოქმედებას. დავუშვათ, აი თვალის ჩრდილები მაქვს, თითქოს ვითომ მაკიაჟს ვიკეთებ, ხო? უკვე გამომივიდა я малую შე, იმიტომ რომ აი ამ ჩრდილებს ამოვუსმევ ესე კარგად და მე თვითონ წავისმევ თვალზე თუ სადაც საჭიროა, ხო? ახლა ავიღოთ მაგალითად შემდეგი ზმნა. მაგალითად მიჩ, ანუ ეს ნიშნავს დაბანასაც და გარეცხვასაც, ესე იგი დავიმახსოვროთ ორივეს ნიშნავს არის დაბანაც, გარეცხვაც. ჩავსვათ ისევ პირველ პირში, ხო? აი მაგალითად я мые. ჯერჯერობით არ გავუკეთებ აი ამ წინდებულს, შეწინდებულს და გამომივიდა უბრალოდ я мые. ესე იგი, ეს რახანაც არის გარეცხვა თუ დაბანა, აი ამ მოქმედებას მე ვისზე ვაკეთებ, შე არ დავამატე, ესე იგი, ჩემს თავზე არ ვაკეთებ, ხო? ესე იგი, მე ვგულისხმობ, რომ მე სხვას, ან სხვა რაღაცას ვრეცხავ, ან ბავშვს ვბან დავუშვათ, ხო? ბავშვი მყავს დავუშვათ და ვბან და არა ჩემს თავზე არ ვახდენ ამ მოქმედებას და არა მე არ ვიბან, ხო? აი მაგალითად, ესე იგი, я мые детско. მე ვბან ბავშვს. აი აქ შეწინდებული არ გამოვიყენეთ, რადგან აი ეს მოქმედება, რომელიც არის დაბანა, ანუ ზმნა იგივე, ხო? მიჩ მე არ გამიკეთებია ისევ ჩემს საკუთარ თავზე, არამედ გადავიტანე სხვაზე. და ესე იგი, როდესაც მოქმედებას გადავიტანთ სხვა ვიღაცაზე ან რაღაცაზე, მაშინ არ გვჭირდება შეწინდებული. მაგრამ აი ახლა კი დავამატოთ ეს შე ჩვენს ზმნას მიჩ, ხო, დაბანა თუ გარეცხვა, აი ამას და რა გამოგვივა? я мые შე. უკვე რახან დავამატეთ, გამოგვივიდა, რომ მე ვიბან. ხო, მე ვიბან. ანუ აი ამ მოქმედებას მე ვაკეთებ ჩემს თავზე. მე ვაკეთებ მოქმედებას, ანუ я мые და ისევ მე განვიცდი აი ამ მოქმედებას. აი როგორც ხედავთ, შეწინდებული ზმნას შეიძლება დასჭირდეს, შეიძლება არ დასჭირდეს. ხო, აი გააჩნია აი ამ მოქმედებას, ანუ ზმნას ჩემს თავზე გავაკეთებ თუ სხვაზე გადავიტან. კიდე რა მინდოდა მეთქვა, აუცილებელი არ არის, რომ აი ეს ყველა ზმნა, რომელიც ვახსენე, მაგალითად, я малую შე, я мые შე, ხო, მაინც და მაინც პირველ პირში იყოს. ხო, აი შეიძლება ნებისმიერ პირში ჩავსვათ, აი მაგალითად აня малую შე. აня იღებავს თავს, ხო, ანუ მაკიაჟს იკეთებს, თავს იღებავს და რატომ შემიძლია? რატომ და აი აня აკეთებს მოქმედებას? აუცილებელი არ არის, ხო, ყოველთვის მე გავაკეთო. მაგრამ ანიაც აი ამ მოქმედებას თავის თავზე აკეთებს. ესე იგი, რომელ მოქმედებას? ღებვას, შეღებვას, ხო, მაკიაჟის გაკეთებას თავის თავზე იკეთებს აი ამ მაკიაჟს და ესე იგი, აი ამ მოქმედებას განიცდის საკუთარ თავზე. ესე იგი, вы малуете შე, მაგალითად, ხო, თქვენ იღებავთ თავებს, აი სხვა პირში რო ჩავსვათ, ხო, თქვენ მაკიაჟს იკეთებ და ასე შემდეგ. რა მნიშვნელობა აქვს პირს? მთავარია, რომ ვინც აი ამ მოქმედებას აკეთებს, ეს მე ვიქნები, შენ იქნები თუ ჩემი მეზობელი იქნება თუ ვინც იქნება, ისევ თავის თავზე განიცდის აი ამ მოქმედებას. აი მაგალითად, мой сосед вкура შე, ჩემი მეზობელი ბრაზდება რაღაცაზე, ხო, აი ვინმე კი არა ბრაზებს, სხვა ვიღაც კი არა ბრაზებს, რაღაცაზე ბრაზდება, აი ამ სიბრაზეს ისევ თავის თავზე განიცდის. მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ არსებობს რაღაც ზმნები, რომლებსაც საერთოდ არ ჭირდება შე, ანუ ყოველთვის ასე არ არის, ხო, როგორც აქამდე, რომ ან ჭირდება, შეიძლება ან არ ჭირდება. არსებობს ზმნა, რომელსაც საერთოდ არ ჭირდება და რატომ? იმიტომ რომ ყველა მოქმედების ჩვენ თავზე გადატანა არ შეიძლება, ხო? ზოგიერთი ზმნა არ არის ტრანზიტული ზმნა, ანუ გადატანითი ზმნა არ არის და ჩვენ თავზე ვერ მოვარგებთ. აი მაგალითად, ასეთი ზმნა, როგორიც არის გრაჩ.
თამაში. აი წარმოიდგინეთ, ჩავსვათ ახლა პირველ პირში და ვთქვათ მე ვთამაშობ, ხო? Я грам. აქ ცხადია, რომ შეწინდებული არ გვჭირდება, რადგან თუ ეხლა დავამატებთ შეწინდებულს და ვიტყვით Я грам შე. გამოგვივა მე ვთამაშობ ჩემ თავს, ან მე ჩემი თავით ვთამაშობ, ან რაღაც ესეთი უაზრობა, ხო და აი ჩვენ თავს ჩვენ თვითონ ვერ ვითამაშებთ, ხო? ჩვენი თავით ვერ ვითამაშებთ. რეალურ ცხოვრებაში ასე მაინც ვერ გავაკეთებთ და აი ამიტომაც არ მოერგება. აი მაგალითად შემდეგი ზნა, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ ჭირდება შე. მაგალითად კუპოვაჩ. ეს უკვე გავლილი გვაქვს, ესე იგი ყიდვა და ჩავსვათ ხო პირველ პირში, ესე იგი я купуе. აი აქ ცხადია არ არის საჭირო შე. ჩვეულებრივად ნიშნავს მე ვყიდულობ, ხო? პირველი პირია я купуе, მაგრამ აი წარმოიდგინეთ თუ მე დავამატებ ახლა შე წინდებულს და ვიტყვი я купуе შე. გამომივა რა? მე ვყიდულობ საკუთარ თავს, ხო? ესე იგი მთლად ლოგიკური ვერ იქნება, ხო? აი მე საკუთარ თავს ვერ ვიყიდი. ანუ ესე იგი ეს ზმნა კუპოვაჩ, რომ დავფიქრდეთ, არ არის ისეთი ზმნა, რომლის გადმოტანაც შეიძლება ჩვენს თავზე, ხო? იგივეა მაგალითად ჩიტაჩ. თუ ვიტყვით я читам, ეს უკვე საკმარისია, ხო? აი მე ვკითხულობ. მაგრამ უკვე შეს გამოყენებით, ესე იგი გამოგვივა я читам შე, ანუ я читам შები, ხო? მე ვკითხულობ საკუთარ თავს. ესეც არ არის, ხო, ლოგიკური დიდად ჩვენს საკუთარ თავს ვერ წავიკითხავთ, უფრო სხვაზე გადავიტანთ აი ამ კითხვას, აი ამ მოქმედებას, ხო, უფრო წიგნს წავიკითხავთ, ან შეტყობინებას წავიკითხავთ, ხო? შეიძლება საკუთარი თავის წაკითხვაც კი, რატომაც არა, შეიძლება ხატოვან გამონათქვამში ან სადმე გამოვიყენოთ. ანუ როგორც გავიგეთ, ესე იგი ჩემს თავზე ვერ გადმომაქვს ეს მოქმედება, ხო? აი ჩემს თავს ვერ წავიკითხავ. მაგრამ ხომ შემიძლია, რომ აი ეს მოქმედება წაკითხვა სხვა ადამიანზე, სხვა რაღაცაზე, სხვა ვიღაცაზე გადავიტანო, ხო? აი მაგალითად ხომ შემიძლია, რომ წავუკითხო ვიღაცას რაღაცა, წავუკითხო ბავშვებს წიგნი, ხო? მაშინ რატომაც არა შემიძლია სხვა ადამიანზე გადატანა, ესე იგი, როდესაც ჩემს თავზე მე არ ვახორციელებ ამ მოქმედებას, ანუ წაკითხვას და მე სხვა ვიღაცას ვუკითხავ რაღაცას, უკვე არ დამჭირდება შეწინდებული და შემიძლია ვთქვა я читам детям książkę, ანუ მე ვუკითხავ წიგნს ბავშვს. და აი ასე გამოიყურება პირველი წესი და მოდით გადავიდეთ აი ამ შეს გამოყენების მეორე შემთხვევაზე, მეორე წესზე, თუ რა დროს უნდა გამოვიყენოთ ის, ესე იგი მეორე რადოსაც ვიყენებთ არის, როცა ვსაუბრობთ იმ კონტექსტში, როგორც ქართულად მაგალითად ერთმანეთი, სიტყვა ერთმანეთი. ესე იგი, იგივე იქნება რაც შე. როდესაც გვინდა გამოვიყენოთ სიტყვა ერთმანეთი, იქნება შე. აი მაგალითად. Oni lubią არის მათ მოსწონთ, ხო? Lubić არის მოწონება, როგორც ჩვენ უკვე გავიარეთ. Oni lubią მათ მოსწონთ და მე თუ მინდა ვთქვა, რომ მათ მოსწონთ ერთმანეთი, რა თქმა უნდა ვიტყვი Oni lubią შე. ესე იგი, აი ამ შეს დავამატებ იმ ფუნქციით, როგორც არის ერთმანეთი. ან მაგალითად, ასევე გვაქვს ზმნა spotykać შე, ანუ შეხვედრა, spotykać არის შეხვედრა, შე, ესე იგი ამ შემთხვევაში არის ერთმანეთი, ხო? ესე იგი, oni spotykają, ისინი ხვდებიან, დავამატებ ახლა მე შეწინდებულს და გამომივა oni spotykają się, ისინი ხვდებიან ერთმანეთს, შე, ესე იგი ერთმანეთს. ან მაგალითად ასეთი ზმნა kłócić się, კამათი, ხო? ესე იგი, oni kłócą, ისინი კამათობენ, oni kłócą się, ისინი ესე იგი ეკამათებიან ერთმანეთს, შე, ერთმანეთს, ერთმანეთში კამათობენ, oni kłócą się. ან witać, მოსალმება, witać,
მაგალითად მე ჩვენ ხო აი აუცილებელი არ არის მაინც და მაინც იყოს ისინი იმას შვებიან ისინი ხვდებიან ის მათ ერთმანეთი უყვართ შეიძლება ნებისმიერი პირი იყოს ხო ესე იგი მე ვიტამი ჩვენ ვესალმებით შე ერთმანეთს მე ვიტამი შე ჩვენ ვესალმებით ერთმანეთს აი ასე გამოგვივიდა ან მაგალითად მე ლუბიმე ჩვენ მოგვწონს შე ერთმანეთი ან ანია и ნატალია ლუბიონ შე ხო ანიას და ნატალიას მოსწონთ ერთმანეთი აი ასეთია ეს მეორე გამოყენების წესი და მე მგონი საკმაოდ მარტივია ამიტომაც შეგვიძლია უკვე გადავიდეთ ნომერ მესამე წესზე და ნომერი მესამე შევიყენებთ მაშინ, როდესაც მოცემულ წინადადებაში არ ჩანს მოქმედი პირი. ანუ თუ ვინ გააკეთა ესა თუ ის მოქმედება. მოქმედი პირი ანუ რომელმა პირმა გააკეთა, ხო ან მე გავაკეთე, შენ, მან, ჩვენ, თქვენ თუ მათ ვინ გააკეთა, ვერ ვხედავთ. აი ახლა მოგიყვანთ მაგალითებს და უფრო ადვილი იქნება ამის მიხედვა. მაგალითად ობიად, სადილი, რობი, შე. ესე იგი, სადილი კეთდება. აი, ვინ აკეთებს აი ამ სადილს არ არის ცნობილი. ხო, აი, ვერ ვხედავთ პირს, მე ვაკეთებ, შენ აკეთებ, ის აკეთებს თუ ვინ აკეთებს. აი, თითქოს თავისით თვითონ კეთდება ეს სადილი, ხო? ობიად, რობი, შე. აი, მაგალითად, სხვა მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ხო? ჩასტო, ნამცხვარი, სპალიო, შე. დაიწვა. აი, იქნებ მე დავწვი ეს ნამცხვარი დავუშვათ და არ მინდა რომ გამოვაჩინო წინადადებაში, რომ ეს მე ვიყავი, ხო? და ზოგადად მინდა ვთქვა, რომ უი ნამცხვარი დაიწვა, ხო? აი, არ მინდა ვთქვა, რომ я спалиуам часто, ხო? მე დავწვი ნამცხვარი. ამიტომაც აი ეს ფორმა ძალიან სასარგებლოა, ძალიან კარგი რომ ქართულ ენაშიც არსებობს. და ესე იგი თუ არ გვინდა რომ გამოვაჩინოთ მოქმედი პირი და თითქოს თავისით გაკეთდა რაღაც შეგვიძლია გამოვიყენოთ აი ეს კონსტრუქცია. ან შემდეგი წინადადება ავიღოთ მაგალითად მლეკო psuje შე. psuch არის გაფუჭება. psuje შე ესე იგი ფუჭდება. მლეკო რძე psuje შე ფუჭდება. ესე იგი მე არ გამიფუჭებია ხო ეს რძე და არ მინდა ვთქვა რომ მე ვაფუჭებ ამ რძეს ან შენ აფუჭებ ან ვიღაცა ხო უბრალოდ თავისით დევს რა და ფუჭდება ესე იგი psuje შე არ ჩანს ვინ აკეთებს აი ამ მოქმედებას ან ავიღოთ კიდევ შემდეგი მაგალითად სკლებ zamyka შე zamykać არის დაკეტვა, ხო? დაკეტვა, დახურვა. ესე იგი, სკლებ არის მაღაზია, სკლებ zamyka შე. მაღაზია იხურება, მაღაზია იკეტება, ხო? ესე იგი, მე არ ვკეტავ აი ამ მაღაზიას და არ ჩანს ვინ კეტავს, ხო? შეიძლება ვიღაც მენეჯერები ან იქ მომუშავეები კეტავენ, მაგრამ ამას მე არ ვუსვავ, ხო? ხაზს. ესე იგი არ ვამბობ დაუშვათ я замыкам склеп მე ვკეტავ მაღაზიას ხო? აი ამისთვის გამოიყენება ეს ჩვენი შე ამ შემთხვევაში. A teraz możemy już sprawdzić jak rozumiemy dany temat. ანუ უკვე შეგვიძლია შევამოწმოთ თუ რამდენად გვესმის, როგორ გვესმის ეს მოცემული თემა და უკვე dawalepis zawardiszoebis droa da pamiętamy tak jak zawsze, że musimy słuchać uważnie. Tak wachsodes როგორც ყოველთვის უნდა ვუსმინოთ ყურადღებით. და პირველი შეკითხვა ავიღოთ ზმნა ubierać ჩაცმა და ჩავსვათ პირველ პირში. რომელია სწორი ფორმა, ანუ როგორ ვიტყვით მე ვიცვამ. Я уберам თუ я уберам შე მე ვიცვამ აბა
დავამატოთ უნდა წინდებული შე თუ არ სჭირდება. კარგად დავფიქრდეთ, არ wyczkarot, რა თქმა უნდა. Pamiętamy, że jeśli potrzebujesz więcej czasu, możesz przerwać nagranie. Da, aba ვიფიქროთ, გვჭირდება თუ არა შე. და სწორი პასუხია კი გვჭირდება, რადგან я убирам შე, ანუ მე ვიცვამ, მოქმედება აქ არის убирать, ხო, ჩაცმა. აი ამ ჩაცმას ვახდენ საკუთარ თავზე. ესე იგი, მე ვაკეთებ აი ამ მოქმედებას ისევ ჩემს საკუთარ თავზე. მე ვიცვამ და არა სხვას ვაცვამ, ხო, აი სხვაზე არ ვახდენ ამ მოქმედებას. მე რომ სხვაზე ვახდენდი აი ამ მოქმედებას, მაშინ კი ბატონო არ დავსვამ აი ჩვენს შე, არ გამოვიყენებ და ვიტყვი აი თუ მაგალითად ბავშვს ვაცვამ, ხო? მაშინ ვიტყვი я убирам детско, ანუ არ დამჭირდება შე. ახლა კი მეორე შეკითხვა, მე დავასახელებ წინადადებას სულ ორნაირად. ესე იგი, ერთი და იგივე წინადადებას ვიტყვი ორი გზით. ერთს ვიტყვი შეწინდებულით, მეორეს ვიტყვი მის გარეშე და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რომელი იქნება სწორი. ესე იგი, პირველი წინადადება ასე ჟღერს: Я слухам музыки, მე ვუსმენ მუსიკას და მეორე წინადადება: Я слухам შე მუსიკი. აი ამ ორი წინადადებიდან რომელი არის სწორი? აი მოვიფიქროთ, ესე იგი გვჭირდება თუ არა შე. აბა დავფიქრდეთ. Я слухам музыки თუ я слухам შე მუსიკი. აბა მოვიფიქროთ. შვიდად. და სწორი პასუხია პირველი я слухам музыки, ანუ არ ვიყენებთ შეს გარეშე. და რატომ? ესე იგი, მე ვუსმენ მუსიკას. მართალია მე ვაკეთებ აი ამ მოქმედებას, კი ბატონო, მე ვუსმენ მუსიკას, მაგრამ აი ეს მოქმედება არის მოსმენა, ხო? აი ამ წინადადებაში ზმნა არის, ანუ მოქმედება არის მოსმენა. და მე ჩემს თავზე არ მაქვს ეს მოსმენა მომართული, ხო? ჩემს თავს კი არ ვუსმენ. მე ვუსმენ სხვა რაღაცას, ანუ გადატანილი მაქვს აი ეს მოქმედება მოსმენა სხვა რაღაცაზე, ამ შემთხვევაში მუსიკაზე, ხო? Я слухам музыки და არა я слухам შე. მე ჩემს თავს არ ვუსმენ, მე ვუსმენ მუსიკას. იმედია გასაგებია თუ რატომაც არ იქნება საჭირო ამ წინადადებაში შე. გადავიდეთ მესამე შეკითხვაზე. მესამე შეკითხვაც იგივე ტიპის იქნება, ანუ მე დავასახელებ ორ წინადადებას. ერთი იქნება შეწინებულით, მეორე მის გარეშე და უნდა მოვიფიქროთ თუ რომელი იქნება სწორი. ესე იგი, მოვუსმინოთ. მოკლე წინადადება. Аня зменшила შე. Аня დაიღალა. და მეორე ვერსია Аня зменшила. აბა რომელი არის სწორი? Аня დაიღალა. რომელი იქნება სწორი? Аня зменшила შე თუ Аня зменшила. აბა მოვიფიქროთ. წყნარად, მშვიდად მოვიფიქროთ, გვაქვს დრო. თუ მეტი დრო გჭირდებათ, დააპაუზეთ, რა თქმა უნდა. და სწორი პასუხია Аня зменшила
შე, ანუ აი ამ პატარა წინადადებაში საჭიროა შეწინდებული. და რატომ, აი ვინც პირიქით იფიქრეთ, ახლავე აგიხსნით თუ რატომ, ესე იგი, აი ამ წინადადებაში მოქმედება, ხო, ანუ ზმნა გვაქვს დაღლა, ხო? ანუ zmęczyć się, დაღლა, zmęczyć, დაღლა და რატომ გამოვიყენეთ შე? იმიტომ რომ ანია დაიღალა და აი ეს მოქმედება დაღლა გამოსცადა საკუთარ თავზე, ანუ გააკეთა მოქმედება, ჩავთვალოთ, ხო, გააკეთა მოქმედება, ანუ დაღლა ანიამ და ეს დაღლა ისევ საკუთარ თავზეა გადმოტანილი, ანუ ისევ ანიასკენ არის მიმართული აი ეს ზმნა, დაღლა. შეიძლება შეწინდებულის გარეშეც რომ ყოფილიყო, მაგრამ აი ამ შემთხვევაში უკვე მნიშვნელობა შეეცოლება და უკვე იქნება მაგალითად ანია zmęczyła koleżankę. ნახეთ, არ გამოვიყენეს შე და რა გამომივიდა. ანიამ დაღალა მეგობარი. აი ესე იგი ანიამ გააკეთა აი ეს მოქმედება დაღლა, მაგრამ თავის თავზე კი არ გადმოიტანა, ანუ თვითონ კი არ დაიღალა, არამედ მეგობარი დაღალა, ხო? ანია zmęczyła koleżankę. აი შეიძლება რაღაც შეკითხვები დაუსვა, ან რაღაც ისეთი გაუკეთა, რომ დაღალა, ხო, ეს მეგობარი. ამიტომ ესე იგი როგორც ხედავთ, უნდა დავფიქრდეთ, ხო, აი რა სიტუაციაა, როგორი მოქმედება არის, შეიძლება საჭირო იყოს, შეიძლება არ იყოს საჭირო. და ახლა დღეისათვის ბოლო სავარჯიშო, იგივე რაღაც უნდა გავაკეთოთ, ანუ დავასახელებ ორ წინადადებას და გამოვიცნოთ სჭირდება თუ არა შე. პირველი, აი მაგალითად, я паркуję samochód. მე ვაპარკინგებ მანქანას, ანუ პარკოვაჩ არის დაპარკინგება. ესე იგი, я паркую samochód. ეს ვერსია იქნება სწორი, თუ я паркую samochód. მე ვაპარკინგებ მანქანას, ხო იგივე? აბა რომელი ვერსია იქნება სწორი? აი ამ წინადადებაში, აბა დავფიქრდეთ, საჭიროა თუ არა შე. აბა შვიდად მოვიფიქროთ. და სწორი პასუხია я паркую samochód. მე ვაპარკინგებ მანქანას, ანუ შეს გარეშე. არ არის აქ საჭირო ეს წინდებული და ვინც პირიქით იფიქრეთ, ახლავე აგიხსნით თუ რატომ არ არის საჭირო. მართალია მე ვაპარკინგებ მანქანას და მე ვაკეთებ აი ამ მოქმედებას, ანუ რას? დაპარკინგებას, ხო, აი აქ ამ წინადადებაში ეს არის მოქმედება, მაგრამ მე ჩემს თავზე არ ვაკეთებ ამ მოქმედებას, არამედ ვაკეთებ მანქანაზე. მე არ ვაპარკინგებ ჩემს თავს, ხო? აი я паркую შე, კი ბატონო, შეიძლება თეორიულად, მაგრამ გამოვიდოდა მე ვაპარკინგებ ჩემს თავს, ხო? ანუ მე ამ მოქმედებას მანქანაზე ვაკეთებ. ესე იგი, გადავიტანე ეს მოქმედება სხვა ობიექტზე. ამ შემთხვევაში მანქანაზე. ამიტომაც გამოგვივიდა я паркую samochód. ასე მიუახლოვდა დასასრულს დღევანდელი ჩვენი გაკვეთილი. იმედი მაქვს უკვე არ გაგიჭირდებათ ეს თემა. მე კი მინდა გთხოვოთ, თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ ჩემი YouTube-ის არხი, აუცილებლად გამოიწეროთ, სადაც ნახავთ სხვა გაკვეთილებსაც. ასევე შეგიძლიათ მოიწონოთ Facebook-ის გვერდი პოლონური ლილისთან ერთად და თუ თვლით, რომ ეს გადაცემა გეხმარებათ სწავლაში და ბევრ ცოდნას იძენთ, დამიწერეთ შეფასებები აქვე ვარსკვლავების სახით. ეს ძალიან დიდ мотивაციას მომცემს, რომ გავაგრძელო გადაცემის ჩაწერა და შემოგთავაზოთ მრავალი სასარგებლო თემა. მე მშვიდობიან და წარმატებულ კვირადღეს გისურვებთ. Do usłyszenia!